გლდანის ციხეში გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს, მას ფიზიკურად საკანში გაუსწორდნენ. გიორგი ბაჩიაშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის გლდანის ციხის ხელმძღვანელმა 8 ივლისს კაბინეტში დაიბარა და ბიძი და ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშების გახსნა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ 11 ივლისს ბაჩიაშვილის სამარტო საკანში, სადაც კამერებიცაა დამონტაჟებული, სპორტული აღნაგობის უცნობი პირი შევიდა და ფიზიკურად გაუსწორდა. გიორგი ბაჩიაშვილის სხეულისა და თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით 11 ივლისს კლინიკა ვივა მედში შეიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით მას შესაბამისი დახმარება გაუწიეს და იმავე დღეს გაწერეს პენიტენციურ დაწესებულებაში. პენიტენციურ სამსახურს საკანში ბაჩიაშვილის ცემაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. გახარია საქართველოსთვის და კოალიციამ ლელო ძლიერი საქართველო 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლების თქმით შეეცდებიან, რომ არჩევნებზე ერთიანი არაპარტიული მერობის კანდიდატებით მიიღონ მონაწილეობა. პროევროპულ აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის სხდომების სრულად დახურვით იმუქრება. მიზეზად კი წინა პროცესიდან სასამართლო დარბაზში გადაღებულ ფოტოს ასახელებს. თუ კიდევ ერთხელ მოხდება სოციალურ ქსელში სასამართლოს სხდომაზე გადაღებული ფოტოს სხდომას დავხურავ, მიმართა მჭედლიშვილმა დამსწრეებს. 30 ივნისიდან ოცნებამ სასამართლო დარბაზებში, დერეფნებსა თუ ეზოში ფოტო-ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა აკრძალა.